მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. თბილისის დროით 14 საათი და 9 წუთია, ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მეორე სეზონი ეძღვნება და მიმოიხილავს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას და მის წინაშე მდგარ ამოცანებსა და მიზნებს. ჩვენ ხედავთ, რომ სოფლიოში სიტუაცია დრამატულად ვითარდება და ყველა ის ამბავი, რა ძირითადად ოკეანის გაღმიდან ხედავთ ხოლმე, ანუ ამერიკის შიდა პოლიტიკას გულისხმობ და მის საერთაშორისო როლს, პირდაპირ აისახება მთელ სოფლიოზე და მათ შორის საქართველოშიც, რადგანაც საქართველო წარმოადგენს და უკვე ბოლო 30 წელია დასავლეთის განუყოფელ ნაწილს და ჩვენს პოლიტიკაში ამას, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ცვლილებები ერთია საერთაშორისო პრიზმიდან დანახული ცვლილებები, თუ როგორ შეიძლება მათი შეფასება და რეალურად სოფლიოში რა ხდება, რა არის ის დღის წესრიგი, რომელთაც ხელმძღვანელობს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, ანუ განყენებულად რო ვილაპარაკოთ, ესე ვთქვათ, ისეთი საერთაშორისო მიმოხილვით, როგორადაც წესით უნდა ვიყენებდეთ ხოლმე და შემდეგ უკვე უნდა უყურებდეთ ეს ცვლილებები, როგორ აისახება საქართველოს და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, როგორც მის ნაწილზე, ოპოზიციურ განწყობებზე. დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტიკის ანალიტიკოსი და ექსპერტი გია აბაშიძე. მასთან ერთად ვილაპარაკებთ სწორედ აი ამ თემაზე, რა ვითარებაა დღეს მსოფლიოსა და საქართველოში. მოდი გია იმის ნაცვლად რომ დაგვეწყოთ ხან სოფლიოდან, დავიწყოთ საქართველოდან. პირველ რიგში დღეს ჩვენ აი საქართველოში დღეს ვფიქრობთ სწორედ აი რა ვითარებაში ვართ, შეიძლება ითქვას გაჭედილები, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ქუჩაში მიმდინარეობს ერთგვარი საპროტესტო ტალღა, აქცია, ეს ხან მეტია, ხან ნაკლებია, მაგრამ ეს მიმდინარეობს რაღაც კონკრეტული შინაარსით. ჯერ იყო ეს არჩევნების პროტესტი, შემდეგ ამ არჩევნების შედეგის გაპროტესტებას, სადაც ვერავინ ვერ დაამტკიცა ვერაფერი, თქვა რაც იყო ბრალდება, რომ თითქოს მოხდა არჩევნების შედეგის გაყალბება, შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში ეს გადაიზარდა პროევროპულ აქციებში, რომ აი თითქოს საქართველოს იყო ევროპაში თუ აღარ არის თუ ხელისუფლებამ რაღაცა შეცვალა, მიუხედავად იმ განმარტებებისა, რაც არაერთხელ ითქვა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ უარი თქვა ამ თემით სპეკულაციაზე. აი ამ ვითარებაში უკვე გრძელდება ის რაღაც გარკვეული უკვე ფორმა მიიღო, ჩვენ უკვე ნახეთ, რომ ნებისმიერი თემა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულაციისთვის, მაგალითად იგივე სტიქიური რაღაცა უბედურების დროს, რა ხდება? ხდება საზოგადოების და ხელისუფლების გამთლიანება, ხო? იმიტომ რომ ფორმალურ სტრუქტურებს ერთგვარი მოხალისეები ეხმარებიან. ჩვენ ნახეთ მოხალისეობა როგორც პოლიტიკური აქტი, მოხალისეობა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ აქ თავარი არის არა ადამიანის მართლა გაჭირებულის დახმარება და ხელშეწყობა, იმიტომ რომ ფორმალურ სტრუქტურებს აქვთ ის რესურსი, რითაც დახმარება ხორციელდება, არამედ მის საწინააღმდეგოდ ჩვენება, რომ თითქოს სახელმწიფო ჩვენ არ აგვაქვს, თითქოს არც ხელისუფლებაა, თითქოს შეგიძლია ყველაფერი მის გარეშე გააკეთო და შეგიძლია ეს თითქოს რაღაცა ერთგვარი მოხალისეობრივი აქტებით ჩაანაცვლო. ეხლა აღარ გავაგრძელებ სიტყვას იმ სავალალო დასკვნებით, რაც მე თვითონ ისინი შეეხნენ რეალობას და მიხვდნენ, მაგრამ ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი, რას გულისხმობთ ხოლმე, როცა ვლაპარაკობთ ყველაფრის პოლიტიზირებაზე. და ესე პოლიტიზირებული იქნა ჯერ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად არჩევნების შედეგები და ეს პროცესი შევიდა ჩიხში, მაგრამ ერთ-ერთი მაშველი რგოლი იყო საერთაშორისო საზოგადოება. ანუ ის ძველი სამყარო, რომლის გრევასაც ჩვენ უკვე ყოველდღიურად ვხედავთ, უკვე ნათელია, რომ ეს დანგრეულია, რაღაცა დრო არის გარკვეული, საჭირო რომ უბრალოდ ეს ნანგრევები გავიდეს და ახალი სამყაროს დაბადებას, იმიტომ რომ თავარი კოლოსი დასავლური ცივილიზაციის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთლიანად შეცვალა თავისი რაღაცა პოლიტიკა, უარი თქვა ძველ ინსტრუმენტებზე და აგებს რაღაცა ახალ სამყაროს. საქართველოში კი ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი ისევ რაღაცა ძველი სცენარით ვითარდება. ანუ რევოლუცია მომხდარია უკვე. ანუ აი როგორ ხსნი შენ ამ მომენტს, რატომ არ აისახება ეს რაღაც განწყობებზე ჩვენი ქვეყნის შიგნით? რატო არ ცვლის ოპოზიციური ველი თავის სტრატეგიას, თუ შეიძლება ასე ითქვას? მივესალმები მაყურებელს და მსმენელს. ნამდვილად უნიკალური და საკმაოდ ნეგატიური სიტუაცია გვაქვს ქართულ დემოკრატიულ რეალობაში, როდესაც ასეთი უბადრუკი და არაკონსტრუქციული ოპოზიცია
ოპონირებას უწევს ხელისუფლებას. ჩარჩენილია მართლაც და რაღაცა ძველ ნაფტალინ მოყრილ რაღაცა კლიშეებში და მესიჯებში და წინ ვერ მიიწევს. ყოველთვის ყოველ ჯერზე სწორად ახსენეთ, თუნდაც დითოვლობდა, თუნდაც სტიქია, თუნდაც შოვის ტრაგედია, ყოველთვის ხელისუფლება ჯიბრში უდგება, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არის ისე მარგინალური ძალა. რატომ აქვს ახლა ესეთი განწყობები? იმიტომ რომ ლიდერები არ ახავთ, ხო, კრეატიული ლიდერები არ ახავთ, შორსმხედველი ლიდერები არ ახავთ, ორიენტირებულები არიან კოლექტიურ ნაცებზე ვიძახე, ხა იქ სხვადასხვა პარტიები, დასახელებები არ აქვს მნიშვნელობა, ორიენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უაზრო გაკრიტიკებაზე, არგუმენტები არ არის. უამრავი გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოში, იმიტომ რომ იდეალური არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ იმაზე კონცენტრირების ნაცვლად მიდის სიყალბით, დეზინფორმაციით, მავნელობით და 1000 გვარი სისულელებით ხელისუფლებასთან დაპირისპირება. თუმცა არ გამოდით, ხო? 2012 წლიდან ხო შეიძლება რაღაც მოიგო არჩევნები რაღაც დონეზე იყო უმრავლესობაში არ გამოდის ხო რაღაც 1-2 იყო წინა ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მაგრამ აჩვენეს რომ ძალიან უნიათო მართველები არიან თუნდაც მუნიციპალურ დონეზე. აი ეს რატო ვამბობ რომ ეს დემოკრატიის პრობლემაა? იქიდან გამომდინარე რომ ნებისმიერ მმართველ პარტიას სჭირდება შინაარსიანი კონსტრუქციული ოპოზიცია, ის კი არა რომ აქებდეს და ადიდებდეს, არამედ კრიტიკაში ჩაუდგეს იმ საკითხებზე, რომელიც გამოსასწორებელია და საქართველოში ისევე როგორც ვთქვა ევროპაში თუ ამერიკაში ნებისმიერ სფეროში პრობლემები არის, რაშიც ეს და უნდა დასხდნენ და ასე ვთქვათ შეიმუშავონ ოპტიმალური ვერსია იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც აქვს ქვეყანას, ხო, ბიუჯეტს გულისხმობ პირველ რიგში და შესაძლებლობებს. ეს არ ხდება. არის სირბილი ამ ქუჩაში, ვითომ ასე ვთქვათ ნაც ოპოზიციის მიერ არ არის ორგანიზებული, ამ დროს არის. ახლა კიდევ უფრო ახალი სიახლე და ახალი სიშლეგი არის, როდესაც ყველა გახდა ამერიკანისტი. ასე ვთქვათ, აკეთებენ ისეთ უმსგავსო განცხადებებს ტრამპს ხან რუსულ პოლიტიკას უკავშირებენ, ხარ ეგრეთ წოდებულ ქოცურ პოლიტიკას და აქაც კიდევ უკვე ურთიერთწინააღმდეგობაში არიან. თუ ეს ქართული ოცნების ხელისუფლება ასეთი ჩამოშლილი, ასეთი კოლაფსშია და ასე შემდეგ, როგორ აქვს მაშინ მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მართლ გუნდს ზეგავლენები თეთრსაღზე. ხო ეს ხო სიგიჟია და ანომალია ასეთი რაღაცების ლაპარაკი. მაგრამ მაინც აგრძელებენ იქ თურმე ამერიკის დაზვერვის დირექტორი გაბარდი, ქალბატონი გაბარდი თურმე იზოლაციონისტია, ის რომელიღაცა სახელმწიფო მდივანი, პროფესორი კაბინეტის წევრი რუსეთუმია და შემდეგ, ანუ რაციონალურობამ საერთოდ დაკარგა ჩვენი ოპოზიცია და იმის ნაცვლად რომ ემზადებოდნენ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომლებიც გაიმართება წელს ოქტომბერში და ნებისმიერი ადგილობრივი არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიაში არის იმის ერთ-ერთი წინა ნაბიჯი რომ მოხვიდე ხელისუფლებას ჯერ ადგილებზე გაიმყარო პოზიციები და მერე ცენტრალურ ხელისუფლებას მოხვიდე. არა, მაინც აგრძელებენ გაყალბდა ბიულეტენებიდან რაღაც გაჟონა, გამოჟონა და ამ დროს აბსოლუტურ ასე ვთქვათ ანომალიაში თვითონაც არიან, ხო? რაღაც ალტერნატიული მთავრობა, ალტერნატიული პარლამენტი იქ, რაღაც ვითომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო უნდათ რაღაცა პოლიტიკური ძალის თუ ცენტრის შექმნა, არაფერი არ გამოდით, იმიტომ რომ არსებითი, შინაარსიანი და საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი არაფერი არ ჩანს, არაფერი, იმიტომ რომ ნუ ის ხო დაივიწყეს საერთოდ სექტის ბელადი, ვიზღა ახსოვს, ხო თავისთვის არის ვიმამეთში რაღაცები წერს ხოლმე, ისეთ სისულელეებს, რომ თვითონაც მის მომხრეებსაც უკვირთ და რეალურად აი ლიდერები ვინ არის? გიორგი ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გახარია, არც ერთი მათგანი, იმიტომ რომ ისეთ ასე ვთქვათ ტოქსიკურ სიფტყეში არიან, რომ ვერ ამოდიან ასე თავი წაიქციო თუ ჭაობში ჩავარდე და არ გინდოდეს აქედან ამოსვლა, იშვიათია რომ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდებოდეს ოპოზიციის ირგვლივ. შესაბამისად და გია ხალხის მდინარე რუსთაველზე რომ მოედინება, იქნება ეს არის ლიდერი. ვინ არიან იქ ლიდერები, ხო, რომელიც აქტივისტები? კოლექტიური გონი. ხო, კოლექტიური გონი, ეხლა ზოგი იქ დაფქირავებულია, დაფინანსებულია, ზოგი რევანშიზმის და ისე თქვა შურისძიების გამო არის, ადრე მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში თუ
რომელიმე ორგანიზაციაში ან დაითხოვეს ან თვითონ წავიდა, არის ეს სეგმენტებიც, მაგრამ მე აი ეხლა ამას წინათ იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი ქილიკი და დაცინვა, აი რეჟისორმა დოიაშვილმა რამე შეაზანზარა ქვეყანა რეგიონებში თავისი თეატრალური პროტესტით და თუ თეატრალური გაფიცვებით, თუ აი ამ შოუ ბიზნესის გაფიცვებით რამე შეიცვალა, იგივე სიბრიყვე იყო, როგორც თავის დროზე ეგრეთ წოდებული NGO რევოლუცია, ეგრეთ წოდებული მედია გადატრიალება. ყველაფერი ჩავარდა, იმიტომ რომ თუნდაც მათი მომხრეები, კი ბატონო, ხო, რამდენი იყო? რამდენიმე 100,000 ამორჩეველი, ხო, ვინც 800,000-მდე თუ არ ვცდები, ვინც 26 ოქტომბერს მისცა ოპოზიციას, მაგრამ იმათი 10%-იც, კაი, 5%-ით არ არის იმ რუსთაველზე, ხო, იმიტომ რომ ხდება, რომ რადიკალიზმით ეს ქვეყანა ვერ განვითარდება და სწორედ ახლა ამ შვიდობიანი განვითარების ფასმა კიდევ უფრო ძვირი ფასი მიიღო და კიდევ უფრო დააფასა ხალხმა, მათ შორის ოპოზიციონერებმა, რომ თურმე 3 წლის წინ, რასაც ამბობდა ქართული ოცნება, თურმე არ იყო ეს რუსული ნარატივი, ანუ საღად მოასწრობდნენ უამრავლესობაზე ვამბობდა, თურმე ეს იყო ქვეყნისთვის აუცილებელი და არა უაზრო ომებში მონაწილეობა. არათუ დავით დოიაშვილი, აგერ გუშინ იყო ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი და ბატონმა რობერტ დენირომ პირდაპირ დაგმო დონალდ ტრამპი, ესე უხეშად და უხამსად, ხო? მაგრამ ხვალ ამერიკაში სხვანაირ დღე გათენდება, ხვალ გაფიცვა დაიწყება, მიტინგები დაიწყება, ტრამპს ვინმე მოხსნის, თუ აი მთელი ჰოლივუდმა რაც არ უნდა მას ტაში დაუყაროს, მთელი არა, მაგრამ უდიდესმა ნაწილმა, ანუ რა შეიცვლება, არაფერი. ხო, ანუ ეს მუშაობს დასავლური დემოკრატია, არსებობს არჩევნები. ანუ ორი თემა მაქვს რა, ანუ პირველი როდის მიხვდებიან რომ მათ ამ ოპოზიციამ დაუშვა ფატალური შეცდომა, რომელთაც პრაქტიკულად ანუ თავისთავად ხო დაამთავრეს და ანუ შეიძლება დიდწილად ქვეყნის განვითარების ისტორიაზეც იმოქმედეს, როდესაც მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, გამოიგონეს გაყალბება და არ შევიდნენ ამ გახარიას პარტიის გარდა, ხო, ბოლომდე არ დაუწერია. ამ პარლამენტში არ შევიდნენ. ხო, მაგრამ ის არის მძევალი ახლა ამ სიტუაციის, რომელსაც აი როგორც კი ოდნავ ფეხი შეიძლება გაეპაროს პარლამენტისგან, არ ვიცით რას უზამენ. ეგ ერთი. მეორე, ეს გააკეთეს გარე მითითებით, ხო, გარე წახალისებით, ზუსტად ისევე შეიყვანეს ამ ომში, როგორადაც ომში არის უკრაინა. აი უკრაინის თემა რო დავაკანტო და ხშირად პასუხად აბრუნებენ ხოლმე, რომ როგორ შეიძლება უკრაინის დადანაშაულება, კი განა რუსეთმა არ დაიწყო ეს ომი? კი ბატონო, ეს ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთის ფედერაცია შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ დაიწყეს ეს ომი და დაიწყეს აგრესია. ერთი არის ომის დაწყება. ხო, ჩვენ ძალიან უყვართ, რომ ვინ დაიწყო, იმიტომ რომ მე სიმართლე და თითქოს რაღაც უნდა გაასწოროს. დღევანდელი სამყარო აჩვენებს, რომ სიმართლე კი არ ასწორებს. ამას თუმცა ძალა ხნავს აღმართს, ხო, რა ძველი ქართული სიბრძნეა. და აღმოჩნდა, რომ ერთი არის ომი დაიწყო, მაგრამ მეორე არის ომი გაგრძელდა. და შენ, როცა ხარ დასავლეთი, დღეს პირდაპირ იძახია, რომ უკრაინა ამ ომში ვერ გასტანდა დიდხანს, რომ არა დასავლეთის დახმარება. შევეცდეთ ამ ქვეყანას ეხმარები, ეხმარები რითი, ხო, რაღაც საშუალებებით, ფულით არასისხლით, ესე იგი შენ მის მხარეს დგახარ ამ ომში, ხო ესე? მაგრამ ეს ომი გაიწელა. ეხლა ლაპარაკია იმაზე, რომ როდემდე, როგორც აი სახარებისეულად არის, ხო, აი ვიდრემდე ხვალ. აი როდემდე უნდა იყოს ესე. და ამ კითხვაზე არ არსებობს პასუხი. არ არსებობს არც ერთი გეგმა, ერთადერთი პასუხი სხვას შორის გაიხსენა კიდევაც იმან მარკო რუბიომ, რომ ეს მე რაც მესმის ეს არის, რომ არაფერი ჩვენ ესე გავაგზავნოთ და სადღაც გამოილევა და ეს არის ალტერნატივაო, ხო? ანუ რამდენი კაცი უნდა მოგდეს, რამდენ ხანში უნდა მივიდეთ, რა დანახარჯი უნდა გქონდეთ. ამაზე პასუხები არ არსებობს, რომ შესაბამისად, ნუ ეხა აღარ წავიდეთ შორსო კიდე რა პრობლემები აქვს ამერიკას და საერთოდ რა გამოწვევების წინაშე დგას, რატომაც მან გადაწყვიტა ამ პოლიტიკის შეცვლა და შეტრიალება, ხო? თავარია რომ ეს სამყარო სადაც ის იყენებდა რბილ ინსტრუმენტებს, ცივი ომის შემდგომი ჰეგემონური სამყარო, რომელთაც ის საგარეო პოლიტიკას მართავდა ამ რაღაცა რბილი ძალებით და გლობალური USAID-ით და სადაც შეიძლება გაატრიალებას აწყობდა და დემოკრატიის ექსპორტზე წეოდა და მე რა ქართლში იხვეოდა საბოლოო ჯამში ყოველ შემთხვევაში ამერიკა ხეირობდა, თორე არაფერს არ აგებდა და ცეცხლი ეკიდა რაღაც სხვა რეგიონებს. მან ამაზე თქვა ამჯერად უარი, იმიტომ რომ ნუ ამოწურა ამ ინსტრუმენტმა თავის შეაძლებლობა ბოლოს მიიღო უფრო მეტი პრობლემა და ამასობაში გაძლიერდა რაღაცა ძალაუფლების ცენტრები, ხო? ანუ ეს არის სამყაროს სურათი, რაც სოფლიოში ხდება.
და ის ხალხი თუ დავანებოთ სიტყვაზე აი ამ რაღაცა ოპოზიციურ ნაწილს, რომელიც პირდაპირ არის მართული, ხო? ჩვენ ხომ ნახეთ 27 ოქტომბერს პირდაპირ სალომე ზურაბიშვილი უცხოეთი როგორ უთხრეს, რომ არა, ჩქარა შეაგროვეთ გაყალბების მტკიცებულებები. ეს იყო პირდაპირ მოწოდება. ეს ხალხი პროფესიონალი პოლიტიკოსია. გაიძვერა თაღლითი 1000 ხელისუფლება გამოვლილი და გვახსოვს ყველა მათგანის რაღაცა ფესვი საიდან მოდის. მაგრამ აი ეს ხალხი, რომელიც ამბობს, არა ჩვენ ნუ ეს უბრალოდ ოცნების საწინააღმდეგოდ მოგვიწია ხმის მიცემა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ აი ნამდვილი ქართველი ხალხი, პატრიოტები და არა რუსეთს და კი ევროპას. ესენი ხო ხედავენ დღეს რა სიტუაცია არის. დღეს ხო ხედავენ რომ პოლიტიკა მსოფლიო თურმე რანაირია. ცხადია რომ ფსიქოლოგიურად ეხლა ამ ხალხს ჭირდება რაღაცა ისე ახსნა ვითარება რომ თლიანი სამყარო სურათი არ დაშალო. და შესაბამისად, ანუ ცუდი კაცი ხდება დონალდ ტრამპი. ზოგისთვის არის კრასნოვი, რუსეთის აგენტი, რაღაცა მოსყიდული, რა ვიცი, გიჟი, ზოგი ელოდება რომ ხვალ ახლა იმპიჩმენტი მოხდება. ტერეშკოვაშვილი ყოფილა ჯეიდი ვენსი და ასე შემდეგ. რამდენად დამახასიათებელია ჩვენი პოლიტიკისთვის, აი ბოლო აწრეულების მანძილზე, ამგვარი ინფანტილიზმი, შესაბამისად ამგვარი გადასახედიდან რაღაცა პოლიტიკური აქტივობა და ხედავ თუ არა საშუალებას, აქ შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ უბრალოდ, ანუ გაცნობიერება მოხდება მედონეს. ისევ როგორც ქართულმა ხალხმა ბოლო დამოუკიდებლობის პერიოდში უამრავი რამ ვისწავლეთ და უმრავლესობა დღეს სწორად აძლევს ხმას. ის აძლევს ხვდება, რომ რას უნდა მისცეს ხმას, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, ეს რაღაცა ყელი სიტყვები კი არ არის, მნიშვნელოვანი რამ არის, ყველაფერი უკან დაგრჩება ეს თუ დაკარგე. მაგრამ აი თუ არსებობს 55% გონიერი, ხო გავს ქვეყანაში 55%, რომელსაც ალტერნატივა და მეტი და ნათელი მომავალი უნდა. აი ფიქრობ თუ არა, რომ აქ შეიძლება რაღაცა გარღვევა მოხდეს. ხო, იმ 45%-იც ზოგი გადაუწყვეტელია. მთლად ყველა არ არის ასე თქვათ რაციონალურობას მოკლებული, უბრალოდ ვერ გადაუწყვეტია, რომელი უნდა, ნუ ეხლა თავის ცხოვრებით საგარეო სურათი ცვლილებები მოახდენს თუ არა ზეგავლენას. რა თქმა უნდა, მოახდენს სოფხედველობას. რა თქმა უნდა, მოახდენს, იმიტომ რომ ის გავაცახსენებელი ევროკრატია ჯერჯერობით ძლიერია, მას ასულდგმულებს ის ფულები, რომელიც აქვს ჯორჯ სოროსის იმპერია, Deep State, რომელშიც მთავარი ერთ-ერთი კომპონენტი არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ამერიკის ძირითადად ამან იხეირა ასე თქვათ უხეშად რომ თქვათ ყველაზე მეტად უკრაინის ომით და იარაღის გაყიდვით თუ იქ რაღაც ლიზინგით, სესხებით და ასე შემდეგ. ყველაზე ძალიან ამის ინტერესებში შედის. ამ ევროკრატიას გავლენა აქვს ფულით არც მალავს ელჩი ჰერჩინსკი რომ რამდენიმე მილიონი ევრო ჩაიდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ანუ რა არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, ისევ გიგაურმა და ლომჯარიებმა უნდა მიიღონ ეს ფული, რა არის, რომ პროტესტებისთვის, ობსტრუქციებისთვის, რაღაცა ანტისამთავრობო ფესტივალებისთვის თუ ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როგორც კი ეს მარტო ჩემი ვარაუდი არ არის, უბრალოდ ვიზიარებ იმ დასავლელი ანალიტიკოსების და პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებს, რომ ადრე თუ გვიან დაშოშმინდება ეს ევროპა, რომელსაც ტრამპმა ძალიან მწარედ გაულაწუნა და უთხრა, რომ თქვენ არ ახართ გეოპოლიტიკური ძალა. პირველი ის იყო, რომ თქვათ, ინაუგურაციაზე არ მიიწვია ევროპის ბრიუსელის, ასე თქვათ, ტოპ ბიუროკრატები და არც დიდი ქვეყნების ლიდერები, გარდა იტალიისა და უნგრეთის ხელმძღვანელებისა და მეორე იყო და მთავარი ის, რომ საუდის არაბეთში მოსკოვთან მოლაპარაკებაზე მხოლოდ საუდები იყვნენ და არა ევროპის წარმომადგენლები. ახლაც ახლა გუშინ ლონდონში რო ქონდათ მოლაპარაკებები და რაღაცა შეთანხმება, სადაც ხოთაშორის რატომღაც ის ხმამაღლა მოყვირალი ბალტიის ქვეყნები რატომღაც არ მიიწვიეს, ძალიან საინტერესო იყო რატომ არა, რაღაც შეზღუდული იყო და კი ბატონო ახლა ხუთშაბათს იქნება ევროკავშირის გაფართოებული სამიტი, რაღაც ერთვიანი ცეცხლის შეწყვეტა ეს არ იმუშავებს, იმიტომ რომ ხაზგასმით ამბობს ტრამპი, მე ვარ ნომერი პირველი ლიდერი, ვისაც შეუძლია პუტინი დაიყოლიოს მშვიდობას და ეს მშვიდობა უკრაინაში უნდა იყოს ხანგრძლივი, არა ერთვიანი, არა ორწლიანი, არა რაღაც სამკვირიანი, არა სტაბილური ხანგრძლივი. ამიტომ, როდესაც გააცნობიერებენ ბოლომდე და ამას აიძულებენ ევროკრატებს თავიანთი ამომრჩევლები 500 მილიონიან ევროპაში, რომ საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენ პრობლემებს მივხედოთ, იმიტომ რომ მრეწველობაში გერმანიაში თუ სხვადასხვა სფეროებში ევროპის ქვეყნებში უდიდესი პრობლემებია, სოციალური შეჭიროება, ჩვენ პრობლემებს მივხედოთ და მშვიდობაში დავეთანხმოთ ტრამპს, აი უკვე მერე იცვლება ეს ფირფიტა, როგორც
ჩვევიათ ხოლმე ევროპელებს, ხო? თავის დროზე მე მგონი კადაფი იყო მათი მეგობარი, ხო? ჩადიოდა ევროპაში, დიდი ზარზეიმით ხვდებოდნენ და ბოლოს სად აღმოჩნდა კადაფი, იქ ვნახეთ. ახაც მოხოთ ჩვენ ძალიან მინი ვარიანტი ვართ, ხო, საქართველოს და მით უმეტეს ქართული პოლიტიკა სოფლიოს უხეშად ვიტყვი ჭიპი ვერასოდეს ვერ იქნება, ხო? რაღაც პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც პროდასალური ორიენტაციისა, მაგრამ პროდასალური ღირებულებებისადმი მიდრეკილია ეს ქვეყანა და არა ევროკრატიული დირექტივებისადმი. ეს კაფეოთ უნდა გაიმიჯნოს ეს ორი რაღაცა. ანუ, როდესაც ევროპელები გააცნობიერებენ, რომ ტრამპთან ხელის გადაგრეხვის პროცედურებს თუ პროცესს აზრი არ აქვს და დაუკვდებიან, დაწევენ ტემპერატურას, აგრესიულობის, ანტაგონიზმის, აქაც უკვე გააცნობიერებს ოპოზიცია, რომ ემანდ რაღაც შევცვალოთ ეს კალაპოტი, მაგრამ იგივეს ვამბობ, აი ამ არსებული ავანსცენაზე მყოფი ლიდერებით, მე მათ პოლიტიკანებს ვეძახი ოპოზიციურ სიბრტყეში, რამე კონსტრუქციულს და ისეთ ხელშესაღებს სასარგებლოს გააკეთებენ ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან ეჭვმეპარება, ძალიან, ანუ აქაც უკვე რაღაც რესეტი, გადატვირთვა უნდა მოხდეს თვითონ ოპოზიციურ წიაღში, რომ მიხვდნენ, რომ ვერ მიდიხარ წინ, ვერანაირად. მე მინდა გია მაგ რასაც ახლა იძახი, მაგასთან დაკავშირებით სკეპსისი გამოვთქვა და კერძოდ ესეთი, რომ მაგ მატარებელმა ჩაიარა, ისევე როგორც დღეს ამერიკა ეუბნება ზელენსკის, რომ უკვე ჩვენ ეგ იშვიათი მინერალების შეთანხმებაც აღარ გვაინტერესებს. არ გინდოდა შენ გაუშვი რაღაც შანსი. მაგრამ თავს შეურაცხყოფილად გრძნობ და დამთავრდა, ხო? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღეს შეიძლება ერთადერთი რაც შეიძლება ხა ამერიკამ უკრაინის მხრიდან წინადადება მიიღოს, ეს არის უპირობო გადადგომა ზელენსკის. ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ უკვე ესეთი ნიშნები ჩანს. იმიტომ რომ შეწყვიტეს ეს დახმარება. ეხა ის არ ეხა მეორეც ჩამოვალ ხელს თავიდან მოვაწერ, ეს აღარ იმუშავებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი იმპერიაზეა. ისე კონფლიქტი დამცადა. ეხა ეს პარალელი რომ გადმოვიტანოთ, აი ამ მატარებელმა ძალიან მნიშვნელოვანია რომ გააცნობიეროს ოპოზიციურ სპექტრმა. მათ ჰქონდათ ეს ფანჯარა. ეს არის არჩევნების დღიდან, ვიდრე შეიკრიბება პირველი პარლამენტის. თუ გახსოვს 2020-ში ზუსტად იგივე მოხდა. აბსოლუტურად. მთელი ერთი თვე 40 დღის განმავლობაში იყო პროტესტი, თავის გახსოვს ცესკოს შენობასთან მივარდნებით, პუფები და ასე შემდეგ ტერმინოლოგია, ბოიკოტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთი იყო ჩვენი ოპოზიცია და მეორე იყო გარე დახმარება, ხო? ანუ ისვედის სახით ხელით მოხდა არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია და თითქოს რაღაც დარღვევა იყო, რამდენიმე პროცენტიანი ცვლილება და ეს ცდომილება უბრალოდ და ეს შემდეგ შედეგზე ახდენდა ზეგავლენას. 11 დეკემბრის 2020 წლის, როდესაც შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი, იმავე სახალხოს ისვედმა გამოაცხადა კაპიტულაცია და თქვა, რომ არა, ჩვენ შეგვეშალა ეს გაოგნება, ეს იყო ერთგვარი პატარა შოკუნია ოპოზიციისთვის, მაგრამ მათ ეს მიიღეს და ნუ მერე დაიწყეს ამის რაღაცებს სახე შენარჩუნება და ნუ იმათ გააგრძელეს ბოიკოტი, მერე იყო შარლ მიშელი და ეგ პროცესი, ხო? დაზიანდნენ, მაგრამ რაღაცნაირად პოლიტიკური პროცესი გაგრძელდა. ეხა მათ თქვეს უარი, იმიტომ რომ როცა შეიკრიბა პარლამენტი, კვლავ არანაირი აღიარება მაინც არ მოხდა. რომ მათ ისინი არ შევიდნენ, დარჩნენ ბოიკოტში და ხელისუფლება მაგ გადაწყვიტა, რომ იცი რა, აღარა აქვს აზრი, იგივე მდინარეში, იგივე შარლ მიშელობაში შესვლა. ეს არის, აი როგორც დავით აღმაშენებელმა მეოთხე დრო შეიპყრა ლიპარიტ ბაღაში და თქვა, რომ არ გასწორდება ძაღლის კუდიო რა და არც რაღაცა ღრიან კალიო სწორად არ გაივლისო. და გააძევა მე იერუსალიმში, ხო? აი ზუსტად იგივე ხდება ეხლაც, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და დაიწყო ამ ყოლაფის და იყო 28 ნოემბერი და შემდეგ ეხლა ჩვენ ვუყურებთ მთელ წყება კანონებს. ეხლა შემოდის ახალი პირდაპირ ამერიკული ფარა, რომელიც იმ კანონზე მე თავის ძროზე ხო იძახდნენ, რომ ეს უფრო მძიმეა და ეხლა ეს გაჩნდება და ეს შეზღუდავს ციხეც არის და 250.000. ხო, აი ხო ნახოთ ჩვენ გამჭვირვალობა, ჩვენ ხედავთ უკვე მედიის კანონს და იმ ყველაფერს, ყველა იმ სიკეთეს და მედიის კანონი რუსული არ არის, ბრიტანულია ზუსტად, კოპირებულია, ხო? სიკეთეს, რომელთაც აი ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება პოლიტიკაზე ახდენდა ამ ხელა ზეგავლენას და პოლიტიკურ პარტიებთან უნისონში თამაშობდა, ზღვარი იყო წაშლილი. ჩვენ ახლა ვნახავთ აი ამ თელამ ტალღას, რომელთაც დამთავრდება მათი რაღაც მოღვაწეობა. ანუ ის დრო, როცა მათ ხელიდან გაუშვეს და ამას ჭირდებოდა ელემენტარულად, რაც მართლა დადგა შედეგი, უბრალოდ ამის აღიარება. თან რაც რეალობაა, ტყუილი კი არა. ამისაცაც შევიდნენ აი ამ ტყუილის მოჯადოებულ სპირალში, სადაც ჩემი აზრით არიან გაჭედილები და იქიდან გზა უკან არ არის. კიდურები მოიკვეთეს, თვითონ მოიკვეთეს. ეს შეუძლებელია, ეს არის დამთავრებული ეს
რაღაცა პოლიტიკური სპექტრი. მე არ ვიცი ახლა უკვე რა ტიპის გადატვირთვა უნდა მოხდეს აქ, რა ძალა უნდა გამოჩნდეს, მათ რას უნდა მიხვდნენ. არ ვიცი ეს როგორ მოხდება და გამოჩნდება, ხო, ცაგრიელი სივრცე არ იქნება, ვიღაცები. ხო, ეხლა ანუ მათ აქვს სავარაუდოდ იმედი, რომ იცი რა აბა როდემდე და რა ზეწოლა იქნება და აბა როგორ იქნება 99 ადამიანი პარლამენტში და ასე შემდეგ, მაგრამ აი ნახავენ, აბა თვითონ რას აპირებენ აი ამ პირობებში. და 99-ს დაემატება ის 12 გახარიას ასე თქვა წევრი. დაემატოს აქამდე ხო ფუნქციონირებს ეს პარლამენტი. და აი ამ შემთხვევაში პირველ რიგში ჩემი აზრით სადაც ახლა ეს ფსიქოლოგიური ფაზა აქვს ოპოზიციას რომ ჯერ რისხანება და რეალობის უარყოფაში არიან, სადაც დადგება ამის გაცნობიერების ალბათობა, რომ აი იქ გაუშვეს მათ ეს მატარებელი მიიღეს ბევრად უარესი. ანუ პირველი პასუხისმგებლობა რაც მათ ეკისრებათ არის მათზე, რომ მათ ჩამოშალეს მთლიანად ოპოზიციური ველი, მედია, სამოქალაქო სექტორი აი ამ გადაწყვეტილებით და მე ხვალდაზე რომ ვიღაცა აღიარებს. აი როგორც მე აღიარება მოვისმენთ, რომ ბორის ჯონსონი იყო ის ადამიანი, ვინც დამფუძნებოდა, რომ აღიარებს, რომ ეს გარედან მოხდა ზეწოლი და მათ აი ესე შეაგდეს ველზე, იქნებ ხელისუფლება აეფეთქებინათ, მაგრამ თუ ეს არ გამოვიდოდა ის ვინც შევიდა კამიკაძესავით ის რომ თავდება, აი მან მიხვდებიან მაგათ როგორ მოხდა მათი მაგრამ არ გამოვა მათი გასპეტაკება პოლიტიკური, ვერანაირად ვერ გამოვა. ვისაც არ უნდა გადააბრალონ გინ ბრიუსელში, გინ ამერიკაში, ხო? ეხლა აი სასაცილო დუმილის პერიოდი დადგა ეს ცნობილი ლობისტი კონგრესმენი ჯო ვილსონის ესენი, ხო? ზელენსკის ფოტო წაშალა, შემდეგ ტრამპის ვეთანხმები უკრაინაში შვიდობა უნდა დამყარდეს. სად არიან ეხლა ეს ასე თქვა ბოლო წუთამდე უწერდნენ გულებს. ვილსონ მადიდებლები სად არიან, ხო? ხმას არ იღებენ, ვერ იღებენ, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან, აი რომელ თარგზე უნდათ რაღაცა ვითომ ასე თქვა. ყველაზე მაგარია ლინცი გრემი, ნუ ის მიჩ მაკონელი საერთოდ უკვე გაითიშა, უკვე აღარ არის აღარც ასაკი. აკერ კალსონმა რო თქვა, იმაზე უარესი იყო, თეთრ ოვალურ კაბინეტში რაც მოხდა, ვიდრე ლინცი გრემიო. მეგობრად აღიქვავდა ზელენსკისო და ერთ საათში, ანუ მამლის ყივილამდე გაყიდა, გამოვიდა და თქვა რომ ეს როგორ გაბედა და ანუ ხედავ როგორ ისენია ეხლა ლინცი გრემის გარდა სხვებიც არიან იქა ხო ისენი ვინც აი ამ ომის წამქეზებლები ვორმონგერები იყვნენ ისენიც ასე თქვა გადავლენ სხვა რაღაც ნაწილი არსებობს მაგრამ მე ხარსავს მოლოდინი ესეთი მოლოდინი აბა ვისი აჯობებს ხო როცა იქნება შუალედური არჩევნები აი კონგრესში ხო დიდი ეჭვი მაქვს რომ 2 წელიწადში შეიძლება შუალედურ არჩევნებზე რამეს ვნახავთ კი არა აი ვინც ეხლა ხმას იღებს იმიტომ და იმას ეძახის რომ რაღაც კოვარდ და საოსშინად მოიქცა ამერიკა მათ შეიძლება ყველამ დაკარგოს თავისივე ოლქში ის თავისი რა თქმა უნდა და ეს უწინარესად დამოკიდებული იქნება თვითონ ტრამპის საშინაო პოლიტიკაზე იმიტომ რითი მოვიდა ხო ერთი რომ საგარეო ფლანგზე ომებს დავამთავრებ და მეორე რომ იმიგრაციას მივხედო, ნარკომანიას მივხედო და რა თქმა უნდა ეკონომიკურ ზრდას. ეს რაც ადარდებს, გინდა ამერიკელი იყოს, გინ ფრანგი იყოს, რომ მის ჯიბეში და მის მაცივარში როგორი სიტუაციაა, ხო? აი ამაზე იქნება დამოკიდებული. საოცარი შედეგი მივიღეთ, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა ნახა თეთრ სახლში რა მოხდა. უამრავ ადამიანმა ეს ნახა რამდენჯერმე და გადახვევით. ყველა რაღაც ობიექტურმა თუ ყველა მიმომხილველმა აღნიშნა, რომ იცი არანაირი ამის წინაპირობა არ უჩანდა და არაფერი არ იყო დადგმული. იმიტომ ეს მე უცებ მოხდა. სავარაუდოდ 45 წუთი რომ გამოიწურა და ეს ერთი გაკვეთილის დრო რომ დამთავრდა. რაზეც ალბათ ზელენსკის მოთმინება არის რა გასწორებული და მე ეს იყო ეს ეპიზოდი არის შეხვედრის ბოლოსკენ მოიწვიეს მედია. 45 წუთის შემდეგ იყო არ ამბობენ ხო? ხო. არა, მანამდე ეს თეთრსახშიაც მიდიოდა ლაპარაკი, გამოეწურა მოთმინება და შემდეგ უკვე იქ გადავიდა ტელეკამერები შემოვიდნენ, კი ბატონო. იმ ესკალაციაში გადავიდა, მოკლედ იმის შეხვედრის ბოლოსკენაც ხდება, მოკლედ ეს შეხლა შემოხლა. ანუ ამერიკა ამაში, როგორც დიდი ქვეყანა, მაინც მოგებული დარჩა, იმიტომ რომ მას შეუძლია თქვას, რომელიც დაპირდა, რომ მე უკრაინაში ომს გავაჩერებ. თუ უკრაინაში ომი არ გაჩერდება, აი თქვენ ხო პირდაპირ ეთერში ნახეთ ეს ვისი და ვისი ბრალია. ამ ადამიანთან ლაპარაკი შეუძლებელია. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ აი მოაწერე ხელი და გაუგზავნეთ ესა, მან თქვა პირობა, რომ არა, მე უნდა ჩამოვიდე და მათ მოვაწერ და მას ჭირდებოდა სანახაობა, აგერ დავსვით ოვალურ კაბინეტში თეთრი ისა მედიის წინაშე ჩართული კამერების წინაშე და ნახეთ რაც მოხდა. და მორჩა, ანუ ტრამპი თავის ტრამპისტების თვალში ეხლა სულად მართალიო, თუ რამე არ გამოდის, ეს არის დასავლეთის და ეს არის ზელენსკის ბრალი.
ანუ მას აქვს მოქმედების ძალიან დიდი დიაპაზონი რა. ანუ დაამტკიცა რომ ჩემი პრიორიტეტია ამერიკა უწინარესად, ხო? ამერიკა ბატონო და ის რო ისაკეთებს ყველაფერს და ის იქიდან თქვა არ წამოვა და ასე შემდეგ და ძიმდება მეორე ფლანგის ვითარება. უბრალოდ ამაზე სავარაუდოდ ალბათ ბევრი ლაპარაკია, საჭირო რომ იქნებ რაღაცნაირად საქართველოში, რომელიც მიბმულია, ჩაბმულია ამ პროცესებს, როგორც პირველი რესპუბლიკის დროს ჩვენ აღმოჩნდით. აი თავის დროზე დამარცხებულ გერმანიას რო არ გვეგონა რომ დამარცხდებოდა და პროტექტორატი რო ვიყავ დამარცხებული გერმანიის ბანაკში რო აღმოჩნდით და მაგის გამო ბევრი პრობლემა შეგვექმნა. აი ეხლაც ეს ოპოზიცია ცდილობს რომ აღმოჩნდეს აი ამ დამარცხებული ძალების მხარეს რა. მაგრამ არაცნობიერებს რომ უნდა გამოვიდეს ამ სივრციდან, ხო და მიიღოს ასე ვთქვათ რეალ პოლიტიკის მოცემულობა. არა. ტრამპი არის პრორუსი, ამერიკა იზოლაციონისტი, ამერიკა იზოლაციონისტი. იმიტომ არის რომ იმ ჯეიმს მონროს ასე ვთქვათ მიყვება იდეებს ხო რომელიც პრეზიდენტმა მეხუთე პრეზიდენტმა თქვა მე-19 საუკუნეში რომ ოკეან გადაღმა და გადმოღმა ყველას ჩვენ ინტერესები გაქვს ევროპა ნუერევი ამერიკის კონტინენტზე მე არჩევერები ევროპაში ამას იზიარებდა რეიგანიც ხო რეიგანის თაყვანისმცემლები ხო არიან ნაცის ოპოზიციაში მაგრამ არც იციან რეიგანის პოლიტიკა რა იყო უბრალოდ მოდურია რა ტრენდულია რეიგანი და რაღაცა რეიგანი ძალიან მარტივია საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს იყო რეიგანი და ამიტომ საბჭოთა კავშირი ვისაც ზულდა და არ მოწონდა და იყო ეროვნული მოძრაობები და ეს საბჭოთა როგორც იდეოლოგია და სისტემა არ გვინდოდა და რახან დაინგრა. ბუნებრივია გინდოდა დასავლეთი, ეს დასავლეთი იყო ტეჩერი და რეიგანი, ხო? კი, დასავლური ღირებულებები გინდოდა ამ ლიდერებისგან და ახლანდელი ლიდერების ინსტრუქციები და ესე და ნეოლიბერალ, ულტრალიბერალურ თავსმოხვეული, ასე ვთქვათ, მოთხოვნები და დირექტივები აქ არავის არ ჭირდება, ეს ხო უმრავლესობა ქართულმა საზოგადოებამ დაამტკიცა ეს ამერიკამ დაამტკიცა ამერიკაში არ უნდათ ეს ვოუკიზმი ეს რაღაცა ტრანსგენდერი მასწავლებლები ბაღებში და ასე შემდეგ იმ ამერიკაში რომელიც ჰოლივუდი გვაჩვენებს რომ თითქოს ნეოლიბერალურია, მაგრამ ჰოლივუდი არ განსაზღვრავს ამერიკის საზოგადოების ინტერესებს. ეს კი ბატონო, ფილმებიდან, ბლოკბასტერებიდან ჩანს, მაგრამ ტრადიციული ამერიკა აღმოჩნდა უმრავლესობაშია და ამ ტრადიციულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს, ხო? ტრადიციულ უმრავლესობასთან ერთად დონალდ ტრამპის მხარეს არის ყველა დიდი კორპორაცია, ანუ დიდი ეს ტექ ბროები, ეს ფული, მულტიმილიარდერები, კი ბატონო. ყველა არის მათ მხარეს, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ისინი ხვდებიან და მათ აქვს დათვლილი, რომ აი მიმდინარე პროცესით ისინი ხვალ კონკურენტუნარიანობის მხრივ სადაღმოჩნდებიან და ხედავენ იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება მათი უპირატესობა და მასკმა შეიცვალა თავის პოლიტიკური ორიენტაცია და დაუდგა გულებში. არა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მერე ბეზოსი იყო, ვაშინგტონ პოსტი და ასე შემდეგ, ხო, კი. მაგრამ წეგან ახლა ვიქტორ ორბანმა დაწერა რომ ჩვენ ვნახეთ ლონდონში რაც მოხდა, აი ეს ხალხი დადგა ომის მხარეს, ჩვენ ვდგავართ მშვიდობის მხარეს. ანუ პრაქტიკულად დღეს ევროპაში არჩევანი ზუსტად ისე დგას, როგორც იდგა ჩვენთან ზუსტად 26 ოქტომბერს. და არა, 3 წლის განმავლობაში. 3 წლის განმავლობაში 26 ოქტომბერს კიდე რაც იყო. როცა ის იდგა ომი და როცა ჩვენ თავარ კრიტიკას ვისმენთ, რომ ეს არის თითიდან გამოწვეული, გამოგონილი თემა, არანაირი ომის deep state რუსული ნარატივია, რუსეთს არ შეუძლია ომი, რუსეთს არ აქვს ძალები რომ ეხა ჩვენზე დახარჯოს, არანაირი ომის საფრთხე არ არსებობს. ეს არის გამოგონილი, ეს არის რუსული პროპაგანდა, აი ამას ვისმენთ. დღეს ეს პრაქტიკულად პირდაპირ გაივლო, ხო? იმიტომ რომ დღის წესრიგში დგას, რომ ამს ანუ ამთავრებთ, ანუ აგრძელებთ. რა აგრძელებ, ანუ პერსპექტივოთ, არ არჩანს ფორმულა, აი როდემდე რანაირად. ან ამთავრებ, რომელსაც ერთი თვით ბუნებრივი ეს სასაცილო თავიდანვე აქვს რუსეთის ფედერაციას ნათქვამი, რომ ამას ისინი არ მიიღებენ, ხო ესეა. არანაირად ხო და რა როდემდე მოამარაგეთ თვითონ ევროპას არ აქვს ჩვენ ხედავთ რომ ეს რაღაცად განწერულია უბრალოდ ამას ჭირდება წინ გახედვა და კეთილგონიერება ხო როგორც ამ წლის წინ საქართველოს რაღაცნაირად წინ გაიხედა და დაინახა რამდენიმე სცენარი და რაღაცნაირად გამოთვალა რომ აი ეს სცენარი დიდი ალბათობით ესე მოხდებოდა საჭიროა რომ სხვა ადამიანებიც რაღაც წინ გაიხედონ აი ეს თვალსაწიერის რაღაცა მოკლე თვალსაწიერმა საჩელება მიიყვანოს ქართული დემოკრატიის განვითარება და საერთოდ ჩვენი ქვეყანა აი ამ პირობებში რა ტიპის ფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს. რასაკვირველია ამ ხელისუფლების ბრძნული და თანმიმდევრული პოლიტიკით არც ერთ კონკრეტულ მხარეს არ დაიკავებს აი ამ ტრანსატლანტიკურ დაპირისპირებაში ეს არა მხოლოდ ამერიკა versus ევროპა არის. ამერიკის გარშემო კიდე სხვადასხვა ქვეყნები არიან ევროპიდან თუ პლანეტის სხვადასხვა კუთხეები და ბუნებრივია
აცხადებს ქართული ოცნება და არც მალავს რომ გვაქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, ყველასთან მეგობრობთ გარდა ოკუპანტისა, რუსეთისა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მაგის საჭიროება დადგა, რომ რუსეთთან გაიმართოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები საქართველოს დეოკუპაციაზე. დეოკუპაცია არ მოხდება, რა თქმა უნდა, 1 წელიწადში, 2 წელიწადში, მაგრამ პროცესი რო დასაწყებია და ეს გაყინულიდან გალღობამდე რო უნდა წავიდეს ეს პროცესი, ეს რა თქმა უნდა აქტუალურია. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და არაერთი ყავს უკვე, როგორც სამეზობლოში, ასევე ჩინეთში, ასევე ამერიკაში. ამერიკაში ახლა ბოლო წლებმა გვაჩვენეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე იყო და მხოლოდ NGO-ებისთვის დახმარება იყო სტრატეგია და არა, თქვათ, მრავალმხრივი. ბუნებრივია, როდესაც უკრაინის თემა გადაწყდება და ეს გადაწყვეტადია, იმიტომ რომ ბოლომდე არ გაგრძელდება ასე ეს თქვა ჭიდილი, ხო, ამ ძალების აქეთ-იქით ოკეანის გადაღმა და გადმოღმა. უკვე ამერიკა მერე გადაწყვეტს, რომ სხვადასხვა მიმართულებებით დაალაგოს ორმხრივი ურთიერთობები. კი, ტრამპი ესეთი ანტაგონისტურია, სუპერეგო აქვს, თავის დროზე თქვა, რომ ევროპაში მხოლოდ ტელეფონის ერთი ნომერი ვიცი და ეს ორბანის არისო, ბუნებრივია, დაშოშმინდებიან, დაალაგდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება აგრძელებს იმ, ასე თქვათ, სტაბილური განვითარების პოლიტიკას, რაც ქონდა როგორც საშინაოდ, ასე საგარეოდ, ხო? ნუ ეხლა, როდესაც ერთნიშნად ციფრებზე არის ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა ქვეყნებში, აღარ ლაპარაკობ სამეზობლოში, ხო? რამდენიმე გამონაკლისია. 11%-იანი ზრდა რო გაქვს იანვარში, რომელიც ყოველთვის მტართვეთ ითვლება ფინანსისტებისა და ეკონომისტების შეფასებით. ნუ ეს, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევა არის და როგორც პრემიერმა და სხვა ლიდერებმა თქვეს, რომ არა ეს ოპოზიციური ობსტრუქციები შემდგომაზე და დეკემბერში კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნებოდა 2024 წლის, მაგრამ არაუშავს. ხალხი ხედავს, რომ ეხლა ეკონომიკური ზრდით, ეხლა ზოგ შეიძლება რაღაც ეფემერულ ციფრად მიაჩნია, მე რა ხეირი, ხო, მე რა ისევ იმ ფასს ვიხდი გაზრდილ ფასებს, მაგრამ როდესაც ეკონომიკა ნელ-ნელა ვითარდება, ეს რაღაცა განვრცობადი პროცესები სხვადასხვა მიმართულებებითაც წავა, დასაქმება, უმუშევრობის შემცირება, სხვადასხვა ინვესტიციები, ეს კარგია და როდესაც ეკონომიკური განვითარება არის, ხო? იქ უკვე აღარ ფიქრობ, ხო? რომელი ოპოზიციური დროშის ფერი დავიკავო, არ დავიკავო, მით უმეტეს ასეთი თვით, ასე თქვა, დესტრუქციული ოპოზიცია. თვით დესტრუქციული თავის თავს აყენებს დესტრუქციაში, თორე სახელმწიფოს ვითომ აზიანებს, მაგრამ ბოლომდე ვერ აზიანებს და რო ამბობენ პოლიტიკური კრიზისი არის. ახლა პოლიტიკური კრიზისის განსაზღვრება ნებისმიერ სტუდენტმა იცის, როდესაც გაფიცულია ხალხი, ინსტიტუტები არ მუშაობს. პოლიტიკური დაძაბულობაა, ხან აიწევს, ხან დაიწევს, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი და ეგრეთ წოდებული გაფიცვები რომ არ არის, ხომ ხედავთ, ხო? ეხლა რამდენი ადამიანი ჩამოვიდა, ახლობლებიც, ტურისტებიც, მეგობრებიც, კოლეგებიც, ხო? ესე იგი, საღამოს რუსთაველზე რამდენიმე საათით რო გადაიკეტება ეს და რაღაცა ზეიმობენ გამარჯვებას. აი ეს თურმე მთავრობის ჩამოქცევის კიდევ ერთი დღე არის თუ ნაბიჯი არის, ხო? 2019 წელს ეგრე არის. 2019 წელს 20 ივნისის მერე რო დაიწყო აქცია, მე სცენარო დადგეს და ლექციებს რო კითხულობდნენ. კი, რაღაცა. ეს გაგრძელდა გვიან შემოდგომამდე. ხო და მე რა დაიმართა ქვეყანას? არაფერი არ ჩამოქცეულა, არავინ არ გაქცეულა, როგორც ამას ამბობენ, იყო ჭორები და სისულელეები, რომ ქონება გააქვთ, ჩინოსნებს და ასე შემდეგ. არაფერიც არ მომხდარა. მაგრამ ქონება შემოაქვთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფაქტორი ეკონომიკური ზრდის არის ძალიან დიდი შემოტანილი ქონება დაბრუნებული ამ ქვეყანაში. აი რაღაცა უსაფრთხო, ეგრეთ წოდებული ვითომ უსაფრთხო ოფშორებიდან, ლონდონებიდან და რაღაცა ვაშინგტონ, ნიუ-იორკი. და ხო, ნუ ეს რაღაცა ივანიშვილი და მისი გუნდი რაღაცას გაპრავებას, გათეთრებას აკეთებს. ნუ სისულელებია. უკვე აი ხალხი იმდენად უკვე წიგნიერი გახდა, მედია წიგნიერი, რომ უკვე არჩევს ამას, აღარ ჭირდება რაღაც მითების ასე თქვათ უარყოფა, ხო? ხალხი ხვდება, რომ სად არის წყვილი, სად არის სიმართლე. ეგრევე ხვდები, ხო? ჩვენ ვილაპარაკეთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ინფანტილიზმზე და უმწიფრობაზე, მაგრამ აი ცალკე მინდა რომ რა დარჩენილ დროში შევეხოთ და მიმოვიხილოთ ისეთი ფენომენი, რასაც ქვია ქართველი ოპოზიციონერი ტრამპისტები. ანუ არის რაღაც ფენომენი, ესენი არიან, მე თქვა, ნუ ის ტრადიციული ტრამპისტები, ყოფილი ზოგი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზოგი საზოგადოებრივ ცხოვრობს, ზოგი საქართველოს ცხოვრობს, მაგრამ ისეთები, რომ აი ტრამპი და ძლიერი ამერიკა, რომ ბაიდენის დროსაც კიდევ ტრამპისტები იყვნენ.
და მეორე ნაწილი ამათან ახლოს, აი ნუ ამერიკაში ვინც არისო, ნებისმიერ შემთხვევაში ტრამპს იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ამერიკის პრეზიდენტია რა ესე ვთქვათ რა, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ეს ტრამპი აი იმ სახით როგორაც არის, მაინც არის ეს თქო უკრაინის გარანტორიც, ამერიკის სიძლიერის გარანტორიც ამ რეგიონში და საერთოდ რაც შეიძლება მეტი ტრამპი უნდა იყოს რეგიონში და ეს განაპირობებს ყურადღება ქართული დემოკრატიის გამარჯვებას თუ მათი წარმოდგენით რა. ანუ ეს რაღაცნაირად ჩვენ ქვეყანაში მეტი ტრამპის ყოფნა ნიშნავს ოცნების დამარცხებას. აი ეს ფენომენი მე ცოტა ვერ ამოხსენია. აუხსნელია. მაგრამ ეს ფაქტია რომ არსებობს. კი, აუხსნელია. აი რა ტრაექტორიით შეიძლება რომ ადამიანი აი ესე ფიქრობდეს. ხო, საკუთარ ქვეყანაში ნაკლები ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური ძალები ითხოვენ მუდმივად, რომ გარედან ქონდეთ ლეგიტიმაცია, გარედან ქონდეთ დახმარება, კი, აქვთ უხეში დახმარებაც ევროპიდან, დღემდე აქვთ ფულადი დახმარებაც, მაგრამ ვერ აღწევენ ამას და გონიათ, რომ ის რაღაც სადამსჯელო ჯოხი ექნება დონალდ ტრამპს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ასე ვთქვათ, ჩინურ და ირანულ ინტერესებს ატარებს და რუსულ ინტერესებზე აღარ არის ლაპარაკი, დასჯის სამაგალითოდ დონალდ ტრამპი. ეს არ მოხდება, ეს არის სისულელე, ეს არის ფსევდო ტრამპისტების განცხადებები და მე უფრო ამათ დავარქმევდი ასეთ ულტრალიბერალი დემოკრატების მომხრეები, ეგრეთ წოდებული ჰილარისტები, ეგრეთ წოდებული ბაიდენისტები, მაგრამ სადამდე მიიყვანა ბაიდენმა როგორც ამერიკული ცხოვრება და მსოფლიო დღის წესრიგი, ეს ყველაფერი ნათლად ჩანს. ამიტომ ზოგი შეიძლება ადრე თუ გვიან განეშორება აი ამ ბაიდენისტურ ასე თქვათ დისკურსს, მაგრამ რეალურად ის მოლოდინები და ის ინსინუაციები, რომ დონალდ ტრამპი ასე მოექცევა საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც იმავე ფასეულობებს იზიარებს, რასაც რესპუბლიკური პარტია და თავად დონალდ ტრამპი, ეს არ მოხდება, ეს არის ფანტაზიებში, ეს არის ნაცტელევიზიების ეთერებში, სტუდიებში, რომ აი რაღაცა მოდის, რაღაცა ძალა, ის როგორც იმ ცნობილ ფილმში რო არის ხო, მიწას რო უსმენს და რევოლუცია მოდის, არ მოხდება ესა. რაც არ უნდა, ასე თქვათ, ხმამაღლა აცხადონ ჩვენმა ნაცმარგინალებმა, ხო? ფათაშორის მეორე სიმბოლოც არის, შეათ ვიხსენებ ხოლმე, გარდა იმისა, რომ მიწას უსმენს, რევოლუცია მოდის. იქ არის კიდევ უარესად საქმე ერთ-ერთი პერსონაჟი, ელიოზი ზის და ელოდება ხან ნატრის ხეს, ხან რაღაც ოქროს თევზს, ხან რაღაც ხო. აი ამ რაღაც ასწავლს, ეგრეთ წოდებულ შავგეთს, რომელიც მოხდება და მე ყველაფერი გასწავლდება. და ბოლოს გაიყინება, ხო? აი ეს ელიოზი არის საოცარი სიმბოლო სწორედ და საერთოდ ფილმი ძალიან ის კი, ნუ კლასიკაა. და ბევრ რაღაცაში სხვა შორის ქართული აზროვნება ეს რაღაცნაირად სხვადასხვა შეზღუდა რა. ხო და მაგრამ ეგ ცალკე ლაპარაკის თემა. რახაც ჩვენ ლაპარაკობთ რომ უნდა ბევრი რაღაცა განმარტოთ, ანუ თავარი რაც შეიძლება მსმენელმა და ვიღაცამ მიცოდეს არის ის რომ რა შეიცვალა 40 დღე გავიდა დონალდ ტრამპის არჩევიდან, ხო? და აი რა შეიცვალა რატო არის შეიძლება ბევრი ვერ მიხვდა რომ აი რატო მოხდა ფაქტიურად ცივილიზაციათა შეხლა მოხდა იქ ოვალურ კაბინეტში. იმიტომ რომ ტრამპმა შეცვალა დღეს სოფლიოში ამ პოლიტიკის და უკრაინის კონფლიქტის პარადიგმა. ანუ ჩვენ გვახსოვს რომ სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა ამას წინ ახლდა ულტიმატუმები ამერიკასთან მოლაპარაკებები რაღაცა ულტიმატუმების გაგზავნა ამის ჩაშლა იმიტომ რომ არსებობდა ხედვა მსოფლიო წესრიგის რა პოსტცივიომის პერიოდის რო ანუ ყველა ქვეყანა სუვერენულია სადაც უნდა იქ გაწევრიანდება და არავის საქმე ეს არ არის რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთი და ამბობდა რომ არა უსაფრთხოება წერია გაეროს წესდებაში და მე თავს გზნობ დაუცველად ეხლა და მოკლედ ამას ესახება წინ როდესაც ეს ომი დაიწყო როლები ანუ დასავლეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი უკრაინაში რუსეთმა როგორც თვითონ ეს მონათლა როლები ესე გაიყო რომ უკრაინა ეს არის ფარი რომელიც დგას და აკავებს ამ რუსულ აგრესიას და დასავლეთი მას ზომიერად ეხმარება ანუ მას ის აწვდის რაღაცა რესურსს რომ მან გააგრძელოს ომი ანუ ეს არის ერთგვარი აი ამ სვერპლის და გმირის როლი ერთად რომელიც თავს გზნობს და თქვენ ყველანი ჩემთან ვალში ხართ რომ მე უღურის სისხლს და თქვენ რა თქმა უნდა მომაწოდოთ თუ რაღაცას ნაკლებს გზნობ მე იქ რაღაცა ვიტყვი რომ არა მეტი უნდა მომცეთ და 3 წელი ამაში გაიარა მაგრამ პარადიგმულად რომ ეს უკრაინა არის ის ფარი რომელიც იცავს ევროპას და შესაბამისად უკრაინასთან ვალში ანუ ეს პარადიგმა ყველანაირად დასავლეთისგან იყო ბაიდენი იქნებოდა თუ ბრიტანეთი თუ საფრანგეთი წახალისებული რომ კი რა თქმა უნდა ეს ესეა და აი შე რაღაცა გაწევთ და ნუ მეც ვერ მოგცემთ იმიტომ რომ სადღაც იქ იძახდნენ რომ მე ზედაზღვარი არსებობს შემდეგ შეიძლება ბირთვული ომი დაიწყოს მაგრამ ამიტომ ზომიერად მოგცემთ და ზელენსკიც ამ როლს იღებდა და უკვე ქვეყნის შიგნით როდესაც ოპოზიცია გაიზარდა და იძახდა რომ კი მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე
დავიცალეთ სისხლისგან. არა, ეს იყო ამ როლის გაგრძელება. პარადიგმა, რასაც ტრამპი ცვლის, იძახის, რომ არა, ეს ომი ესეთი არ არის. ეს არის ომი უკრაინისთვის. და ზელენსკი თავისი ქვეყნის არჩეული პრეზიდენტია, შეიძლება გადაგავიდა, მაგრამ მაინც ეგ არის წარმომადგენელი. და ხა ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს რა, ანუ რას აპირებს თავისი ქვეყნისთვის. აი ამ გრძელ ხანგრძლივ ომში მყოფობა, სადაც უკრაინას სისხლიდან იცლება და შეიძლება ხვალ სახელმწიფოებრიობაც დაკარგოს, თუ ის აპირებს, რომ რაღაცნაირად ეს შეაჩეროს და საერთოდ საწავიდა ის ფული, რაც ჩვენ გადავრიცხეთ და საერთოდ ჩვენ რომ ამ ინვესტიციას ვაგრძელებთ, ხვალ ამას როგორ ვიბრუნებთ. ანუ მან ეს პარადიგმა და მიდგომა შეცვალა. ანუ დასავლეთი აღმოჩნდა, რომ დაუბრუნდა თავის რაღაცა გამოააშკარავა ის დამოკიდებულება, როგორც საბოლოო ჯამში არის, რომ ყველა ხანგრძლივი ეგეთი კრიზისისას ბოლოს ის ეროვნული ინტერესი, რაც ნამდვილია, ის იმარჯვებს. ანუ დღეს თუ ფული იშოვებოდა ომით, იმიტომ რომ ეს ომი ხო გვესმის ჩვენ რანაირად ფინანსდება, ხო? ფული სესხად უმტკიცდება უკრაინას, მაგრამ ის ფული იქვე ერიცხება იმ სამხედრო ქარხნებში, რომელიც აწარმოებენ იარაღს და საბაზრო ფასად შემდეგ აძლევენ უკრაინას. და აი ამ სქემის ნაცვლად რაღაცა გრძელვადიან სტრატეგიულ ამოცანებში დაინახა დონალდ ტრამპმა, რომ ეს სქემა აგებს და თავის ნაციონალური ინტერესი გადააწყო მეორე სქემას. იცით, მოდი ჩვენ ამ ომს მორჩეთ და შემდეგ ფული რაღაცნაირად უფრო კიდე ბევრად დიდი ფული და სხვანაირად უნდა ვიშოვნოთ რა. და ვიბრუნოთ და არ გავფლანგოთ საზღვარგარეთ. ეს ჩანს შიდა პოლიტიკაში. მაგიტომაც იყო USAID-ის ჩახსნაც, ხო? USAID-ის ჩახსნა როგორც soft power-ის და თან როგორ აი ყველაზე ბანალურად ეს გამოჩნდა რაში. კი, მაგრამ რისთვის ვიღებთ ამდენ ემიგრანტს, მილიონობით ემიგრანტს? და რატო ვიღებთ ამას და მე რაღაც სასტუმროებში ვაბინავებთ და რაღაცა ფულს ხარჯავთ? კი ბატონო, ხო. კაცო, თუ მაინც ვიღებთ ემიგრანტს, მოდი რა, აღარ გვინდა მწვანე ბარათი, გამოვიგონოთ ოქროს ბარათი, 5 მილიონად გავკიდოთ და სოფლიოდან საუკეთესო ადამიანები ჩამოვიდნენ. პულიანები და ჩადონ ხო, ინვესტიცია ჩვენ ქვეყანაში. ვინმე იტყვის ახლა და ეტყვის, რომ იცი შენამისუფლება არ აქვს და ამორალურია. ანუ აი ეს არის თავის ეროვნული ინტერესები უწინარესი, ხო? ამაში ახლა ეს ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ აღმოჩნდება და მე რა შედეგს მოიტანს 2 წელიწადი, 4 წელიწადში თუ 16 წელიწადში, ამას ჩვენ მომავალი გვანახავს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ხდება დღეს. თუმცა ყველაფერი ვერ მოესწრება ტრამპის 4 წლიან ციკლში, ხო? უკვე მესამედ ვერ აირჩევენ და აქ უკვე სხვა მომენტებიც უკვე განიხილება, რომ ვინ არის მისი მემკვიდრე, კიდევ რესპუბლიკელებს შეუძლიათ აქვთ ის რესურსი, ვენსი, დესანტისი ფლორიდიდან, რუბიო, აი უკვე ამაზეც მიდის, მაგრამ ნუ ჯერ ახლა ჰედლაინები ვიცით რაც არის უკრაინა, მაგრამ უკვე ამაზეცაა ლაპარაკი, იმიტომ რომ ტოტალურ რევოლუციურ ცვლილებებს აკეთებს ტრამპი როგორც ამერიკაში, ასევე გლობალურ პოლიტიკაში. ამერიკაში რაც არ უნდა შეცვალოს ტრამპმა არსებობს კალენდარი, რომელსაც ვერ შეცვლი, ხო? ანუ მას ზუსტად აქვს მათ გაწერილი, რომ მათ რაღაც შედეგებს უნდა მიაღწიონ იმისათვის, რომ შემდეგი არჩევნები რომ მოვა, იმ არჩევნებზე უნდა დაფიქსირდეს, რომ ტრამპის თუ მიდგომას აქვს ზრდა, თუ აქვს კლება. ხო, და რესპუბლიკელი კვლავ გვინდა თუ არ გვინდა, ხო? მე 4 წელიწადს უნდა მოემზადონ, იმიტომ რომ იქ არის ძალიან დიდი კონკურენცია. და ეს ასეთი რევოლუციური მიდგომა არის სწორედ გამოყენებული იმისთვის, რომ ესენი გრძელვადიან პერსპექტივას უყურებენ და ძალიან ხანგრძლივი დროით აპირებენ, რა გამოვა ეგ სხვა საკითხია. ხო, რა გამოვა ეგ სხვა საკითხია და როგორ რა შედეგებს მიაღწევენ, ხო? სახეზე გვაქვს ჩვენ განზრახვა, რომ ამას ცდილობენ. ხო, ტექტონიკური ძვრები არის, კი ბატონო. მადლობა გია სტუმრობისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს, გემშვიდობებით დროებით.